ახლა განვიხილოთ დრეკადი ცენტრალური დაჯახების ერთ-ერთი მაგალითი, კერძოდ M1 მასის მქონე სხეული V1 სიჩქარით მოდის X ღერძის გასწვრივ და ეჯახება M2 მასის მქონე სხეულს, რომელსაც გააჩნია V2 სიჩქარე. მაგრამ V1 მეტია V2-ზე და ეს მარცხენა სხეული დაეჯახება M2 მასის მქონე სხეულს და დრეკადი დაჯახება საბოლოოდ ისინი მოძრაობენ X ღერძის გასწვრივ. პირველ სხეულს ჰქონდეს V1 შტრიხ სიჩქარე და მეორე სხეულს ჰქონდეს V2 შტრიხ სიჩქარე. ჩვენ მივიღებთ ძალიან საინტერესო პირობას ბურთულების საწყის და საბოლოო სიჩქარეებთან დაკავშირებით. რადგან ეს არის დრეკადი დაჯახება, უნდა შეინახოს როგორც იმპულსი, ასევე კინეტიკური ენერგია. რომ არ ყოფილიყო დრეკადი, მაშინ კინეტიკური ენერგია არ შეინახებოდა და ნაწილი გარდაიქმნებოდა თერმულ ენერგიაში. იმპულსის შენახვა მაინც იქნებოდა აქ. დავწეროთ იმპულსის შენახვა, კერძოდ საწყისი იმპულსი ამ სისტემის იქნება M1 V1 დამატებული M2 V2 X ღერძის გასწვრივ და ეს საბოლოო იმპულსი იქნება M1 V1 შტრიხს დამატებული M2 V2 შტრიხი. ესენი უნდა იყოს ტოლები, რადგან იმპულსი ინახება. ასევე დავწეროთ კინეტიკური ენერგიების ტოლობა დაჯახებამდე და დაჯახების შემდეგ. კერძოდ M1 V1 კვადრატ ნახევარს დამატებული M2 V2 კვადრატ ნახევარი იგივე უნდა იყოს, რაც M1 V1 შტრიხ კვადრატ ნახევარს დამატებული M2 V2 შტრიხ კვადრატ ნახევარი, რადგან კიდევ ერთხელ კინეტიკური ენერგია ინახება. განმოვიტანოთ M1 V1 შტრიხი მარცხენა მხარეს, M2 V2 გადავიტანოთ მარჯვენა მხარეს და ესე იგი აი იმპულსის ტოლობიდან დაგვიждდება, რომ M1 ჯერ V1-ს გამოკლებული V1 შტრიხი უნდა იყოს M2 ჯერ V2 შტრიხს გამოკლებული V2. რადგან ეს წევრი როცა გადმოვა და M1-ს გავიტანთ დაგვიждდება ეს მარცხენა წევრი, როცა M2 V2-ს გადავიტანთ მარჯვენა მხარეს და M2-ს გავიტანთ ჭხილებს გარეთ, დაგვიждდება M2 ჯერ V2 შტრიხს გამოკლებული V2. რა შეეხება კინეტიკური ენერგიების პირობას, აქ ჩვენ შეგვიძლია ეს ორები შევკვეცოთ და თუ ამ წევრს გადმოვიტანთ მარცხენა მხარეს და ამას გადავიტანთ მარჯვენა მხარეს, გვექნება რომ M1 ჯერ V1-ის კვადრატს გამოკლებული V1 შტრიხის კვადრატი უნდა იყოს M2 ჯერ V2 შტრიხის კვადრატს გამოკლებული V2 კვადრატი. ეს იმპულსების ტოლობა გადმოვწეროთ აქ ისევ ერთხელ და თუ დაუკვირდებით აი ამ წევრებს, ეს არის კვადრატების ხოობა და გავიხსენოთ რომ A კვადრატს გამოკლებული B კვადრატი არის A - B ჯერ A + B. შესაბამისად V1-ის კვადრატს გამოკლებული V1 შტრიხის კვადრატი იქნება V1 - V1 შტრიხ ჯერ V1 + V1 შტრიხი. და V2 შტრიხ კვადრატს გამოკლებული V2-ის კვადრატი იქნება V2 შტრიხს გამოკლებული V2 გამრავლებული V2 შტრიხს დამატებული V2. თუ დაუკვირდებით, აი ეს არის ზუსტად აი ამის ტოლი, რაც ნიშნავს, რომ M1 ჯერ ეს V1 - V1 შტრიხი იგივე იქნება, რაც M2 ჯერ V2 შტრიხს - V2 და ეს წევრები საერთოდ შეიკვეცება. დაგვიждდება, რომ V1 დამატებული V1 შტრიხი არის V2 დამატებული V2 შტრიხი. ესე იგი, ჩვენ მივიღეთ, რომ თუ გვექნება დრეკადი დაჯახება და ეს M1 მასის მქონე სხეული V1 სიჩქარით ეძახება M2 მასის მქონე სხეულს V2 სიჩქარით, რომელიც მოძრაობს დრეკადად და ცენტრალურად, გამოვა, რომ პირველი ბურთულის საწყის სიჩქარეს დამატებული პირველი ბურთულის საბოლოო სიჩქარე დაჯახების შემდგომ ზუსტად იგივე უნდა იყოს, რაც მეორე ბურთულის საწყის სიჩქარეს დამატებული მეორე ბურთულის საბოლოო სიჩქარე დაჯახების შემდგომ. V1 დამატებული V1 შტრიხი არის V2 დამატებული V2 შტრიხი და საერთოდ არ ყოფილა ეს დამოკიდებული არც პირველი და არც მეორე სხეულის მასებზე. თუ გსურთ ფიზიკის წიგნის შეძენა, რომელიც არის მეორე კლასის მასალაზე, უნდა მომწეროთ პირადში.